საქართველოს მოსახლეობის ოფიციალური აღწერა წლების მიხედვით. დავიწყოთ. 1832 წელი ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 850,000 ადამიანს, აქედან ქართველი არის დაახლოებით 635,000, ხოლო არაქართველი არის 215,000. 1926 წელი მოსახლეობა 2,700,000 ადამიანი, ქართველი 1,750,000 ადამიანი, არაქართველი 950,000 ადამიანი. 1939 წელი მოსახლეობა 3,500,000, ქართველი 2,100,000, არაქართველი 1,400,000. 1959 წელი ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონი ადამიანი, ქართველი 2,600,000, არაქართველი 1,400,000. 1989 წელი მოსახლეობა 5,400,000, ქართველი 3,800,000, არაქართველი 1,600,000. 2002 წელი ქვეყნის მოსახლეობა 4,300,000, ქართველი 3,600,000, არაქართველი 700,000. 2014 წელი ქვეყნის მოსახლეობა 3,700,000, ქართველი 3,200,000, არაქართველი 500,000. 2024 წელს თითქმის იგივე რიცხვებია, მოსახლეობა დაახლოებით 3,700,000, ქართველი 3,200,000, არაქართველი 500,000. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომ 1929 წლიდან 1959 წლამდე საქართველოში არაქართველების რაოდენობა არ იზრდება. ეს ის პერიოდია, როცა არაქართული გვარები იცვლება ქართული გვარებით მასიურად. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მითი თითქოს საბჭოთა პერიოდში ქართველები 5 მილიონი ვიყავით და შემდგომ დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენი რაოდენობა 3 მილიონამდე ჩამოვიდა, არასწორია. 1989 წელს საქართველოში ქართველი იყო 3,800,000, დღეს კი საქართველოში ქართველი არის დაახლოებით 3,200,000, ანუ ქართველების რაოდენობა არის შემცირებული 600,000-ით. ხოლო არაქართველების რაოდენობა შემცირებულია 1,100,000-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მასიურად მოხდა გასვლა არაქართული მოსახლეობის, მათ შორის რუსების, უკრაინელების, პოლონელების, ქურთების, სომხების, აზერბაიჯანელების, ებრაელების, ბერძნების თუ სხვათა. ანუ თუ ბალტიისპირეთში ეთნიკური უმცირესობები არ წასულან ქვეყნიდან, საქართველოში ეს ასე არ მომხდარა და საქართველოს მოსახლეობის შემცირება გამოიწვია ეთნიკური უმცირესობების ქვეყნიდან მასიურად გადინებამ. საქართველოში არასდროს ყოფილა ქვეყნის მოსახლეობა 70%-ზე მეტი ქართველი, ანუ თითქმის 30% მინიმუმ ყოველთვის იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობა. დღეს კი ეს რიცხვი არის დასული 13%-ზე, რაც აბსურდია. მარტივად რო ვიანგარიშოთ, დაახლოებით 17% ქვეყანაში გვყავს ეთნიკურად არაქართველი, რომელიც დღესდღეობით ქართველობს. ესაა და ეს.